დღეს მინდა ვისაუბროთ და განვიხილოთ ჩემი გამოსვლა რუსეთის ტელეარხზე. ეს კრიმინალური გარჩევები საკმაოდ საინტერესოა, მინდა გითხრათ. არასოდეს არ ვიყავი დაინტერესებული აი ამ გარჩევებით და საინტერესო არის იმიტომ, რომ ძალიან თავდაყირა დაყენებულ ვერსიას, როდესაც აყენებს სწორგზაზე და როდესაც ცდილობ, რომ დაეხმარო გამოძიების მსვლელობას და ის ადამიანები, რომლებიც არიან მართალნი და შეიძლება გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ და მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, გადაარჩინო, ეს ძალიან კარგი გრძნობაა ჩემი აზრით, იცით და საკმაოდ მომეწონა, მინდა გითხრათ, საკმაოდ საინტერესო იყო ანდრეი მალახოვის გადაცემაში. გეცოდინებათ, ეხლა ყველა მიცით ანდრეი მალახოვის გადაცემა, საკმაოდ საინტერესო იყო და ალბათ უყურეთ ყველამ და მახარებს ის ფაქტიც, რომ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ეს ჩემი ვერსიები და რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ეს ძალიან სტიმულის მომცემი, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო არასწორი ვერსიებით დაზარალებულიყო ძალიან უდანაშაულო ადამიანები. ლაპარაკი იყო 4 ბიჭზე, ქართველ ბიჭზე, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან, მეგობრებო, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ამ საქმესთან და იყო ვერსია, რომ შეიძლებოდა ესენი ყოფილიყვნენ დამნაშავეები. თუმცა ჩემმა ვერსიამ გაამართლა, რომ ეს ქართველები არაფერ შუაში არ არიან და სამარელი ადამიანი, რომელიც არის სამარიდან, ქალაქ სამარიდან, ის ფიგურირებს აი ამ საქმეში და არის ქალბატონი და არა მამაკაცი, მინდა გითხრათ. ისე რომ ძალიან კარგია, როდესაც შენ განიჭებენ იმხელა ვალდებულებას, მისიას, რა ვიცი, რაც კიდე დავარქვათ, ხო? რომ შენ უნდა გადაწყვიტო ვიღაცის ბედი, ხო? ეს ძალიან რთული ყოფილა, ეს ძალიან საპასუხისგებლოა და ამას რა თქმა უნდა სრული პასუხისგებლობით და სერიოზულობით მოვეკიდე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ჩემი მოწოდება მაინდა-მაინც არ არის ეგ სფერო და ეგ ასეთ შოუებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვინაიდან გამომიგზავნა კოსმოსმა და ინება უფალმა, რომ ერთხელ მიმეღო მონაწილეობა, მე ვფიქრობ, რომ ერთხელ შეიძლება. და მახარებს ის ფაქტი, რომ ქართველები აი ესე აქტიურად ჩაებით და აქტიურად გულშემატკივრობთ და რა თქმა უნდა ბოლომდე მივიყვანთ ამ გამოძიებას. არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც მართალნი არიან და მახარებს ისიც, რომ ბოლო ყოველთვის მაინც კეთილია ყველაფერს, იცით, კეთილი ადამიანებს მაინც ისეთი მფარველობა აქვთ ზეციური, რომ მე ვფიქრობ, რომ მაინც ყოველთვის მათთვის აი ვიღაცა მფარველ ანგელოს აგზავნის უფალი, რომ ეს მართალნი ადამიანები გადარჩნენ და არ აღმოჩნდნენ მსხვერპლნი, ასე ვთქვათ რა. ისე რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს გადაცემა, კიდე გრძელდება. არ ვიცი, რამდენად მათ შემომთავაზებენ ისევ ალბათ თანამშრომლობას, მონაწილეობას უბრალოდ ამ გადაცემაში. მე მივიღებ ბოლომდე მონაწილეობას, თან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ხო გქონებით იმ წუთში, აი იმ წუთში გაიხსნა, მომეცა რაღაცა ნება, რომ მე დამენახა ძალიან ბევრი რამ
და სხვათა შორის ამ გოგონას თუ ეხლა თქვენ ნანახი გაქვთ მიხვდებით ეს კატერინა შვილიშვილი ვინც არის ვისაც მკვლელობის ბრალდებით ზის ეხლა ამ წუთში ციხეში ბებია ბაბუის მკვლელობით შვილიშვილმა მოკლა ბებია ბაბუა როგორია ქალაქის მერი წარმოიდგინეთ რა და იყო ზემოქმედების ქვეშ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ თუმცა იყო იქ ვერსიები რომ ეს გოგონა შესაძლებელია იყო რაღაცა ჰიპნოზის ქვეშაც ნახეთ ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ თუმცა მე ამ ვერსიას არ გამოვრიცხავ მაგრამ მე მაქვს მაინც ჩემი ვერსიები რომ გოგონა იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და მან ძალიან იმოქმედა მასზე და სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა ხო აი დაუჯერებელია ნახეთ დაუჯერებელია ძალიან გასაიდუმლოებულია ძალიან ჩახლართულია თუმცა ყოველთვის არის უფრო მარტივი ვიდრე ჩახლართო საქმე სინამდვილეში უფრო მარტივია ხოლმე და როდესაც უფრო მარტივად უდგები საქმეს მით უფრო ხვდები რომ მარტივად იხსნება ეს საქმე ასე ვთქვათ ისე რომ მეგობრებო აი როდესაც რა დიდ ქონებაზეა საუბარი და ადამიანი ფლობს რაღაცა გარკვეულ ისეთ ქონებას რომელზეც შეიძლება დავა კონდეს შვილს შვილიშვილს ნათესავს რა ვიცი ახლობლებს საკმაოდ დიდი დაფიქრება გმართებთ იცი და საკმაოდ თავსატეხია დიდი ქონება არის თავსატეხი ჩემი აზრით და ალბათ ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს ადამიანი რაზეც ძალიან ეჭვმეპარება რომ ის ადამიანი რომელიც მოკლეს ეს ქალაქის მერი ვფიქრობ რომ მაინდა-მაინც დიდი სიჭკვიანით არ გამოირჩეო და ვფიქრობ რომ უნდა იყო ძალიან ჭკვიანი ძალიან წინდახედული არ უნდა გამოგეპაროს არაფერი მით უმეტეს როდესაც ამხელა ქონებას ფლობ და მით უმეტეს როდესაც იცი რომ თან იბრძვიან ამ ქონებისთვის მით უმეტეს უნდა იყო ძალიან წინდახედული ჩემი აზრით და რა ძნელია როდესაც შინაური გწირავს რა რთულია რა მე ვფიქრობ რომ ეს არის ერთგვარი სასჯელი კიდე უფრო მძიმე სასჯელი როდესაც შენიანი და შინაური სხვა რას დაგიშავებს ისევ შინაურია უფრო საშიში და შიდა მტერია ისევ საშიში ხო რომ შინაურმა ბევრი რამ იცის შენს შესახებ ეს ამბავი დიდი ხანია რაც მოხდა. ნუ რაღაცა ესეთი გარკვეული პერიოდია რაც მოხდა, თუმცა არ არის ჯერ ბოლომდე გამოძიება მიყვანილი, არ არის ჯერ ნაპოვნი ცხედრები და ბევრი რამ მოკლედ ძალიან ესეთი ბურუს მოცულია. და ნელ-ნელა იკვლევენ და ჩართეს რუსი პარაფსიქოლოგები, საკმაოდ საინტერესო მედიუმები ჩართეს მეგობრებო ამ საქმეში. სხვათა შორის რუსებს ძალიან სჯერად პარაფსიქოლოგიის, ნათელხილვის, ძალიან სჯერად. მათ მეტად ჩართეს ექსტრასენსები ვიდრე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. წარმოიდგინეთ რა დონეზე სჯერათ ექსტრასენსების. სხვათა შორის ექსტრასენსებმა მეტად სწორ ვერსიაზე გავიყვანეთ ეს გამოძიება, ვიდრე დანარჩენმა იურისტებმა, გამომძიებლებმა, ფსიქოლოგებმა. წარმოიდგინეთ, უფრო სწორი ვერსიები წამოვიდა ნათელმხილველებისგან. ეს აღსანიშნავია, საკმაოდ ძლიერი ნათელმხილველები ყავთ მათ. მამიკოს იუბილე არა მაქვს დღეს მამიკომ ლამის 80 წლის არის ხო მამაჩემი მეგობრებო და დღეს კიდევ პირველ ადგილზე გავიდა სირბილის სროლა რა ვიცი მთელი
არ ვიცი ეს ადამიანი როგორ ახერხებს რომ აი ამასაკშიც იყოს ესეთ მოწოდების სიმაღლეზე იყოს სულ ჩემპიონი, აი გამუდმებით ჩემპიონი. ნუ არასოდეს არ დუნდება. მამა არის ძალიან ჯანმრთელი, ძალიან მიმართული, ძალიან როგორ გითხრათ, მოწოდების სიმაღლეზე ყველანაირად რა და ჩვენთვის არის ეს რამხელა სტიმული, ხო, ოჯახის წევრებისთვის, რომ ამასაკშიც კი პირველობას იღებს და პირველ ადგილს და ეს რამხელა საამაყოა, ხო? ისე რომ მე მიულოცავ ჩემი ეთერიდანაც მამას ამ გამარჯვებას, პირადადაც მიულოცე, რა თქმა უნდა და საქართველოში, დიახ, საქართველოში და ძალიან საამაყოა და მისაბაძი, ნახეთ, მე ახლა აი ამ ბოლო დროს რო ვაკვირდები ახალგაზრდებს, ხო? მაინდა-მაინც აი ის ჩართულობა არ არის, რაც იყო ადრე, აი რაღაც ჯამრთელი ჩართულობა, რომ დავდიოდით, რომ არ არის. უფრო მეტწილად მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტ სივრცეში ატარებენ ეს ახალგაზრდები და კლუბებში დროს. აი ის ჯანსაღი რაღაც ატმოსფერო აღარ არის, მე ვფიქრობ და ეს ძალიან მაფიქრებს მე და რა თქმა უნდა, სხვათა შორის შობადობამაც იკლო საქართველოში მინდა გითხრათ. მადლობა ყველას მოლოცვისთვის. დღეს აი ესეთი რაღაცა უჩვეულო ლაივი გვაქვს და საინტერესოა ჩემი აზრით, აი ეს დაუგეგმავი უჩვეულო, რომ აი რაზეც ვილაპარაკებ რა, რაზეც დამისვავთ შეკითხვას, რაც გაინტერესებთ. დღევანდელი დღე არის დაბნელების კორიდორი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დაბნელების კორიდორი არის ყოველთვის რაღაცა სიახლე. რაღაცის დასრულება, რაღაცის დაწყება, როდესაც აი ეს დაბნელების კორიდორები იწყება, ყოველთვის იცოდეთ, რომ მაგ პერიოდში ყველაზე მეტად შეგიძლიათ თქვენი ცუდი, ნეგატივი, ყველაფერი, რაც კი რამ გაღიზიანებდათ, გაატანოთ. ნახეთ, გაატანეთ. აი ამ შავმთვარეს. ანუ გააკეთეთ აფირმაცია, გააკეთეთ წყლით წმენდები. აფირმაციები იცით, ეხა ჩემი მსმენელი ვინც ახართ, ყველა მიცით რა არის აფირმაცია, ხო? აფირმაცია არის ერთ-ერთი აფირმაცია მრავალნაირი
ანუ არ იყო სასიამოვნო და მე ვისურვებდი რომ ჩვენ ქვეყანაში აი ამ სტატუსის ადამიანებს შორისაც იყოს მეტი პატივისცემა ერთმანეთს შორის. ნუ გამოიყვანეს ახლა ადამიანს ხედა აი რაღაცა ისე რომ ესაუბრები ხო, მით უმეტეს როცა თავმოყარია ეს ქალბატონი და რაღაცა თავი უყარს და ის ამხელა პიროვნებაა და სხვათა შორის ძალიან მაგარი ქალია, მინდა გითხრათ. აი ეს ცოტა ჩაცუცქული საუბარი მე ვფიქრობ რომ მე არ განვიკითხავ არავის რა იმ ადამიანსაც რამხელა დამსახურებები აქვს ალბათ ხო აი ეს ჩაცუცქული საუბარი იყო გამაღიზიანებელი ჩემი აზრით ამ ქალბატონისთვის და თეამაც აი ესე ცოტა მკაცრად მეტად მკაცრად მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტად მკაცრად იყო მაგრამ ხო ნუ სამართლიანად და ქუჩაში კიდე აი ამ ხელა ადამიანების ესე ლანძღვა ჯერ ქალი როგორი რაღაცნაირი არსება ვართ არა ჩვენი აი ყველაზე დიდი ჯილდო ხო არის აი ეს სინაზე აი ეს არის ჩვენი დიდი ვარაყი როგორ ვთქვა ყველაზე დიდი დამსახურება ჩვენი ხო რომ ქალი რა ბედნიერებაა ქალად რომ გავჩდით ხო აი ერთ ლექს ვიტყვი და უფრო სწორად გადმოგცემ შექსპირის სონეტით გადმოგცემ სხვანაირად რაღაც ვერ გადმოგეცით მშვენიერება კიდევ უფრო მაშინ ფასდება ჭეშმარიტება თუ კი ამკობს ძვირფას ვარაყად ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება რადგან ლამაზ მას სურნელშიაც ტოლი არ აყავს აი ჩვენ ხო ვარდები ვართ ხო და აი როდესაც ჭეშმარიტება გამკობს ხო სხვათა შორის ძალიან ბევრი ყავს ჩვენ ესეთი ქალბატონები ხო და ქართველი ქალი ესეთია მე ესეც ვიცნობ ქართველ ქალს ყველაზე ღირსეული ქალები ყავს და აი ეს უხეშობა ესე ქუჩაში ესე ლანძღვა პოლიციელების დედა რატო არ შეიძლება ესეთი ფორმით გამოხატვა არაფრით არ შეიძლება მე ვერ მოვიწონებ რა ესე ლანძღვა ამ თანამდებობის პირების როგორი უშვერი სიტყვებით ქალს რო ამოუვა ეს სიტყვები ის უკვე ჩემ თვალში ქალი ვეღარ არის აღარ არის ხო აი ესეთ ქალთან მე რომ მამაკაცი ვიყო მე არ ვიტყოდი ახლა რა მაგრამ ვერ ვიტყვი ანუ მე არ დავიჭერდი საქმეს არ დავიჭერდი ესეთ ქალთან მე საქმეს ნუ რა ვქნა მე ჩემი გემოვნება მაქვს და ესე ჩემებურად ვფიქრობ ისე რომ ჩვენ უნდა ვცეთ ხო შობადობა მიკლო შობადობა მიცით როგორ იკლო სტატისტიკაც დაიდო სხვათა შორის ეს განგაშია ასატეხი განგაშია მეგობრებო ასატეხი ძალიან იკლო საქართველოში შობადობა დღეს ჩატარდა ქართველთა დიდი გაერთიანების სად ჩატარდა ხო არ ვიცი სად ჩატარდა თუ გვეტყვით რა ჩატარდა და მე ვფიქრობ რომ ძალიან ყურადსაღებია ბავშვების გაჩენა აღარ უნდათ გოგოებს აღარ უნდათ ჩემთანაც ბევრი გოგოები ვინც მოდიან ხო ეს მსმენელები ჩემი პაციენტები თითქმის ყველა ერთი და იგივეს ამბობს რომ ეზარება შვილის გაჩენა როგორ უნდა დაგეზაროს შვილის გაჩენა იცით რა გვაკლია მეგობრებო ღმერთი გვაკლია სიყვარული გვაკლია ქრისტიანობა გვაკლია ეკლესიაში იცით რატომ დადიან ეკლესიაში მეც დავდივარ ხოლმე ჩემი ეკლესია ჩემი სახლია და ჩემი ტაძარი ჩემი სახლია და ცეცხლი კიდე გულში მინთია ხა მე ჩემებური ლაპარაკი ვიცი მაგრამ მე ხშირად დავდივარ ხა თვალყურს ვინც მადევნებს მე და ჩემ Facebook გვერდს ნახავთ რომ ხშირად შევდივართ მე და ჩემი შვილები მე და ჩემი შვილები ხშირად დავდივართ ტაძარში
იცით რა, ტაძარში შესვლა არ ნიშნავს, რომ ვალდებულება მოვიხადეთ. ტაძარში რეგულარული სიარული და ქრისტიანული ლოცვა და ქადაგების მოსმენა არის ერთგვარი ტრადიცია, ერთგვარი თავმდაბლობა, ერთგვარი წესი, ერთგვარი ყოველდღიურობა, წესი კარგი იყო, სწორად მორგებული იყო, წესი, სადაც წესები არ არის, იქ არეულობაა დიდი. ჩვენ აღარ აგვაქვს დიდი ხანია ეს ტრადიცია. ვიღა დადის, ტაძარში დადის ვინმე, არ ვიცი. ეხლა მე რო შევდივარ, მაინდა-მაინც ბევრი ხალხი არ არის ხოლმე. მრევლი ცოტაა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეიძლება ბევრი რამ არ მოგწონს, შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ტაძარში სიარული არ ნიშნავს მარტო, რომ ფანატიკოსი ვარ და მორჩა მეტი ლოცვის, მეც არაფერს არ ვაკეთებ. არა, პირველ რიგში ეს არის ქართველობის გადარჩენა, ქრისტიანობის გადარჩენა. ტაძარში სიარული მე ვფიქრობ, რომ გაუცნობიერებლადაც, როცა იწყებს სიარულს, მერე იმდენად გიჯდება სულში ეგ, რომ უკვე გიყვარდება ღმერთი. დაახლოებით მე მგონი სწორად ხსნი, არ ვიცი. თუ არ აღვხსნი, შეგიძლია მითხრათ და შენიშვნა მომცეთ. სხვათა შორის მე რო გადავხედე ხო, რაღაცა ჩემი ხილვები, ჩემი აზრები და ასე მე კიდე დავინახე გაქცეული ადამიანები, ცოტათი მოიმატებს კიდე. გარბიან და რატომ იმას არ ავღნიშნავთ, მეგობრებო, რომ გაქცევის გარდა ქართველი ქალები ცოტაღა აჩენენ ქართველ კაცებთან შვილებს. ღმერთმა გაუზარდოთ, ვისაც გაჩენილი ყავთ, ღმერთმა გაგიზარდოთ, სულ ყველა ბედნიერები გაგიზარდოთ ღმერთმა, ყველას დაგლოცავთ. მაგრამ ქართველი კაცისგან უკვე ძალიან ცოტა ქალბატონი აჩენს შვილს. მე ვფიქრობ, რომ ცოტა კაცებმაც უნდა იაქტიუროთ. დაიწყეთ დღეიდან, დავიწყოთ დღეიდან. მშვენიერი დღეა დღეს და დავიწყოთ ყველამ გამრავლება. გაძლევთ დავალებას, ქართველები გავმრავლდეთ. გამრავლდეთ, რომ ქრისტიანობა გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ქრისტიანობა გადასარჩენი აუცილებლად იქნება, მე თქვენ ეს გითხარით. ქრისტიანობის დევნა დაიწყო და ქრისტიანობა გადასარჩენი გვექნება. და გადავარჩენთ, მაგრამ რის ფასად, ხო? ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, ჩვენ ესე უბრალოდ ეს ხედრი არ გვერგება, ხო? თუ გავიქეცით, თუ ფეხი-ფეხზე გადავიდეთ, მარხვა. ხო, მარხვა როგორ ესმით, მე ყველას როგორ ეხება, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველას ეხებოდეს. მე რამოდენიმე ქალბატონმა გამაოცა მარხვის ცნებით, როგორ ამიხსნეს, როგორ ესმით მარხვა, გამაოცა, აღარ გავიმეორებ რა. ეს მინდოდა მე თქვა, მინდა შევეხო ქვეყნებს. დღეს რამოდენიმე ადამიანმა მომწერა, მინდა გავცეთ პასუხი ყველას ერთად, რომ ცალ-ცალკე არ გაგცეთ. ახლა დიდი მიწისძვრა რო იყო 2 დღის წინ, ხო, ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ამას წინდათაც მე ჩემს ლაივში ხო ვთქვი ამასთან დაკავშირებით. ორი კვირის წინ ლაივში მე ვილაპარაკე ამაზე, რომ მიწისძვრები დაიწყება მეთქი კიდე უარესი და მოხდა კიდეც, ხო, ერთ კვირაში. კიდევ მოხდება. ეს როგორი პროცესია, იცით? ეს აღარ შეჩერდება. ეს პროცესი აღარ შეჩერდება, იქნება დიდი მიწისძვრები. ამას შევეგუოთ რა. ხო, კიდევ ნახეთ რა მინდა მივაწვდინო ჩვენს მთავრობას, მინდა მივაწვდინო ხმა, გაიგებს გამგები. მინდა მივაწვდინო ხმა, რომ
ეს ემიგრანტები, რომლებიც შემოდიან, ეხლა შეიძლება ისინი ყოველდღე არ დადიან ესე ხო მაღაზიებში, არ დადიან დაწესებულებებში, ქუჩაში, არა აქვთ ყოველდღე შეხება მათთან. ჩვენ უბრალო ადამიანებს გვაქვს შეხება, ხო? აი უბრალო მაცხოვრებლებს გვაქვს შეხება ყოველდღიურობაში, ხო? ტრანსპორტით დავდივართ, მაღაზიაში შევდივართ, ბაზარში შევდივართ, სასწავლებლებში შევდივართ, 1000 დაწესებულებაში და გვაქვს შეხება ემიგრანტები, უცხოელები, შემოსულები, ნახეთ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც წესები აქაც გასამკაცრებელია, მათი შემოსვლის იოლად, მათი არ ცოდნის, ბევრი რამის არ ცოდნის, აი რა ქვეყანაში მოდიან, არ იციან, ეს საქართველოა, აქ ჩვენი წესებია, აქ ჩვენ ვართ მასპინძლები. კაი მთქმელს, კაი გამგები უნდა და მე ვფიქრობ, რომ კარგად გამიგებენ. იცით, მე ვერ ვიგრძენი, რომ ისინი სტუმრად გრძნობენ თავს. თორე განა მაღიზიანებენ, არა. ვაიმე იარონ, ხო, იარონ ამ ფერადმა, კარგია ჩვენი იმისთვის, მაგრამ მერე წასვლა არავის აღარ უნდა ხოლმე. კარგია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მეგობრებო, ტურიზმი, მაგრამ ტურისტულად არ ჩამოდიან, დასარჩენად ჩამოდიან. აი ეს არის რა პრობლემა.
ანაკლიაში და ძალიან დიდი პატივისცემა მახსოვს სხვათა შორის ქურსუების ოჯახიდან და მინდა მოვიკითხო ქურსუების ოჯახი ზურა მოგიკითხავ აქედან თბილისიდან შეიძლება მიყურებთ კიდეც ზურა მისი ქალიშვილი მე მიყურებთ ყველანი და აქედან მოგიკითხავ მადლობა მინდა გითხრათ იმ სითბოსთვის რაც ბავშვობაში თქვენ მე მომეცით და ის სითბო რაც მაჩვენეთ და მეგრელებმა რომ იღება იციან და კიდე სახელებზე ხა შეიძლება ვერავთვლი ნესტანი რამდენი ხართ მანდ ჩემები ნათესავები ჩემ ნათესავებზე ვსაუბრობ რომ კარგები ხართ მოკეთ და სამეგრელოს რა ვიცი ბადალი არ აყავს სტუმართ მასპინძლობაში თუმცა იმერეთი არ ჩამოუვარდება არა წყალტუბოში მე ხა თქვენ იცით ხო მე და დედა ვისვენებთ ხოლმე იქ ვანებს ვიღებთ და წყალტუბო და იმერეთი რომ მიყვარს ნუ იმერეთი ძალიან მიყვარს იმერეთში მოვიკითხავ ბობოხიძეებს ჩემ ნათესავებს უსაყვარლესებს დღეს მოკითხვების დღე გამომივიდა კახეთში მოვიკითხავ მაიკო ციხისთავს ჩემ დეიდას თავისი ოჯახით პატარა ოჯახით შვილიშვილით და რა ვიცი კიდე რომელ გურიაში მახსოვს კიდე გურიაში მახსოვს თალაკვაძის ოჯახში ვისვენებდით ხოლმე ჯამბულის მოვიკითხავ მე რა ბედნიერება დღეს რა კაი საღამო გამომივიდა მოკითხვების ვინმე არ გამომჩეთ რა რომ გული არ გაწყინოთ რა ვიცი ესე ბევრს ვიხსენებ ეხა ბევრ კუთხეში ბევრი კარგი მახსოვს ძალიან დიდი პატივისცემა მახსოვს დიდი სიყვარული მახსოვს და ყველა კუთხეს აქვს თავისი რაღაცა დიდი ისეთი ისტორია სილამაზე და სად მივდივართ სად მიდიხართ რა დუბაიში დასვენება რად გინდათ ხალხნო რად გინდათ დუბაიში დასვენება 64 გვაქვს საქართველო რატო ხარჯავთ ფულს რატო მიდიხართ აი ამ ხელაგზაზე რა გინდათ რას დაეძებთ აი რა ნახეთ ეხლა იქ ისეთი რომ გაგიჟდით და გადაირიეთ კარგით რა საქართველოს ყველა კუთხეში ჩადით დავათვალიეროთ გავაძლიეროთ ეს ფული რაც უნდა დავხარჯოთ ხო ეს ენერგია ფული ხო ენერგიაა დუბაიში და მალდივებზე ეს კიდე უფრო საშინელი ადგილი მალდივები ხო ნუ საშინელი ადგილია ხო რაღაცა აი არასულიერი ადგილია რომ იცოდე თუმცა კუნძულ ბალიზე იგივეს ვერ ვიტყოდი და იცოდეთ რომ აი ის თანხები ჩავდოთ საქართველოს ინვესტიცია თუ როგორ ვთქვა ეკონომიკური განვითარებისთვის ჩავდოთ საქართველოში დავისვენოთ საქართველოში გავაძლიეროთ ქართველებმა ერთმანეთი და გამოვედი საგარეო საქმეთა მინისტრი ხო ნუ მოკეთ პოლიტიკის გარეშე არ არსებობს არაფერი ეხლა დაურწმუნდი საბოლოოდ ქართლი ვაიმე საყვარლებო ქართლი სხვათა შორის 2008 წელს როდესაც იყო ომი დევნილს მე ვკურირებდი იცით თქვენ მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და ვპატრონობდი და ძალიან კარგი შედეგები მივიღე იმიტომ რომ ეს 3 თვე ალბათ გაულამაზე მე მათ ხო ის 3 თვე ძალიან ბევრ ღონისძიებებს უტარებდი საქველმოქმედოს რა თქმა უნდა და ტყვიავიდან ხათუნა მე მგონი სწორად მახსოვს სალომე ვაიმე რამდენი ვიღაცები აი ნინო ულამაზესი ცისფერთვალება ნინო რამდენი მეგობარი შევიძინე იცით მე ქართლშიც და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მეგობრებო ისე რომ აი ეს დევნილები ძალიან
გულში ჩამრჩა ასე ვთქვა და დავმეგობრდით რა და დღესაც რაღაცა ისეთი ურთიერთობა გვაქვს აი ისეთი ძალიან ადამიანური და ძალიან მადლიერები არიან სხვათა შორის და მადლიერების გამოხატვა კარგად შეუძლიათ ქართველებს და სხვათა შორის მე ძალიან მომწონს ქართლის ყურძენი აი ის მწვანე ყურძენი რო გაქვთ ხო რაღაცნაირი აი უცნაური გემო აქვს მაგრამ ყველაზე ძალიან ყურძენი მიყვარს თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს ქართლის მწვანე ყურძენი არ ვიცი რა ქვია ოღონ ხო ისე რომ ქართლსაც შევეხეთ რაჭაში არ ვარ ნამყოფი მაგრამ რაჭველები ვიცი რომ უსაყვარლესები ხართ და უკარგესები ხართ რაჭაში ნამდვილად არა ვარ და ვერ დავიკვეხნი და რა ვიცი, სადაც არა ვარ ნამყოფი, რა ვიცი, რა ვთქვა, აბა, მაინც მიყვარხართ და მაინც მოგიკითხავთ ყველას. ისე რომ დღევანდელი ლაივი გამოგვივიდა ძალიან ისეთი მრავალფეროვანი, არა დაძაბული, დღეს არის შავი მთვარე მეგობრებო, არის დაბნელების კორიდორი და მაინდა-მაინც რაღაცა ისეთ მძიმე თემებზე, ნუ ვისაუბრებთ, ხო, რაღაცა ესე ლაითად გავატაროთ და ვიჭორაოთ რა, ვიჭორაოთ. დღეს ვიჭორაოთ, რაღაცა ხალებს ჭორაობაც გვიყვარს, ხო? ისე რომ ტყვიავიდან, ირმა ტყვიავიდან, ტყვიაველები რამდენი ყავთ, რამდენი საყვარელი ადამიანები ყავთ მანდ, ძალიან. ნათია უსაყვარლესი ნათია თუ მიყურებს ახლა ტყვიავიდან ნათია ყავთ მანდ უსაყვარლესი უკარგესი გოგო დევნილი იყო ისის და დავმეგობრდით მე და ნათია სხვათა შორის არ რქაწითელს ახლა ნახეთ კახეთის ყურძენს რომ არც ერთი ყურძენი არ ჯობია ეგ ხო ვიცით მაგრამ მე მიყვარს ძალიან წვანე ცოტათი მომჟაო გემოს ქართლის ყურძენი თუმცა სიამოვნებით მივირთმევ კახეთის ყურძენსაც ეს დაახლოებით როგორ არის იცით აი მეგრელთან რო კახელი შევა ოჯახში რძალი და რაღაცა მეგრელი გვერდში არ ყოფილიყო მაგრამ ეს კახელიც რო ლამაზი და საყვარელია აი რაღაც დაახლოებით ეგეთია რაღაცა ვთქვი ახლა ვითომ რა არ დაეძებთ ჩემი ქვეყნისან არა ჩვენი ქვეყნის ნაირი არც ერთი ქვეყანა არ არის ეხლა სულ ლექსებით გეტყოდით რა და სონეტებით მაგრამ არ მინდა თავი მოგაბეზროთ რა დენი ლექსებით მიყვარს მე ლექსებით საუბარი და სონეტებით საუბარი ძალიან მიყვარს ჭიათურელ მაღაროზე მე რამდენად მეკითხებით ჭიათურელ მაღაროელებზე და სხვათა შორის მინდა რომ გაგცეთ მაგაზე პასუხი მაგრამ ნახეთ რატო ვერ გცემთ პასუხს არაფერი ინფორმაცია არ მოდის აი რაღაცა ინფორმაცია მე ხო უნდა მომივიდეს რომ პასუხი გაგცეთ მეგობრებო და რო არ მომდის ინფორმაცია ნახეთ ვერ ხო არ მოვიგონებ და ისე ხო არ მოგიყვებით ანუ არ მომდის არაფერი და მე ძალიან ვეცდები რომ გაგცეთ პასუხები და რაღაცა ვეცდები რომ მივიღო რაღაცა ინფორმაცია იმდენად ძალიან გულთან ახლოს გაქვთ თქვენ რაჭა ჩამოვალ რაჭაში ჩამოვალ ბათუმლები მიყვარს ძალიან დღეს საუბრობდი სხვათა შორის ჩემი დედიკო დავპატიჟე დღეს ვასეირნე გავანებივრე ცოტათი და ხანდახან მიყვარს დედიკოს განებივრება და აჭარლებზე საუბრობდით რა და აჭარაზე და ბათუმზე აჭარულ ხაჭაპურებზე და სხვათა შორის დედიკოს უთხარი მე რომ ძალიან დიდი სითბო მახსოვს აჭარლებისგან აი ხა ვინც ახალ ბათუმში და მე ბადრის მოვიკითხავ ცინცქილაძე ბადრის მოვიკითხავ მეგობრებო ქეთინოს მოვიკითხავ ჩემს საყვარელს განჯელაშვილს ჩემი ნინოს დედას დათოს განჯელაშვილს სიყვარულით მოგვაიმე ვინც ვერ ჩამოგთვალეთ არ გეწყინოთ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრნი ხართ და არ მინდა რომ გეწყინოთ ვინმეს ახლა ამდენს როგორ ჩამოვთვლი ხო და ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ სითბოსთვის იმ სიყვარულისთვის მე რომ ბათუმში და აჭარლებმა
პატივი მცეს და თბილად მიმიღეს, ნუ არ ვიცი, რაღაცა ლეგენდას დავწერდი ამაზე ცალკე კიდე. რა ვიცი, აი ესე მანებივრებთ. ეს იმიტომ ვარ ასეთი თეთრი დღეს თეთრი ვარდივითა ვარ. იმიტომ ვარ ესეთი ლამაზი, რომ ესე მანებივრებთ. მიწისძვრებზე. ნუ ახლა საქართველოში არ არის ესეთი დამანგრეველი და სასიკვდილო ჯვარი გვწერი აღმერთმა დაგვიფაროს მიწისძვრა მოსალოდნელი, თუმცა სოფლიოში ძალიან ბევრი მიწისძვრები მოხდება, მეგობრებო, ძალიან ბევრი. უნდა დაბრუნდეთ მიწისძვრა და მინდა აღნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც არის ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი და ეხება ჯანმრთელობას და მედიცინას. კარგი იქნება თუ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და უფრო მეტად გულისხმიერები გახდებიან მედიცინის მუშაკები. ძალიან ცოტა პროცენტზე მაქვს საუბარი, ბევრზე არა. უმრავლესობა არაჩვეულებრივები ხართ, მაგრამ რაც უფრო მეტი ყურადღება და მარკეტებში და მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში ძალიან ცუდი მომსახურება გვაქვს. ანუ ესეც ძალიან გასათვალისწინებელი. აი ტურიზმი ხო გვინდა მეგობრებო, რომ აი ტურიზმი გქონდეს განვითარებული, ხო? მომსახურება და ასე ვთქვათ, აი ეს პერსონალი, რასაც ქვია, ეს ძალიან მოიკოჭლებს ჩვენთან, ძალიან. ამიტომ ეს ყურადსაღებია და აი ელემენტარულ გაღიმებას, რა უნდა ეხლა დღეს კაფეში სადაც შევედით, ხარ დავასახელებ ამ კაფეებს, სახელებს და იმას, ხო? და ისე ეხლა ბევრი არაფერი უბრალო კაფეში ვიყავით. რომ შევედით, რამოდენიმეჯერ ვიკითხე. რამოდენიმეჯერ რო გკითხავს ადამიანი, აი სად და რაღაცა უთხარი, რაღაცა მიანიშნე, მე გავუღიმე, კომპლიმენტი უთხარი, მე რო შევდივარ და გამოვდივარ, აი კვებითი ობიექტები, სადაც ყველგან მადლობა, მე მცხოვრებელთანაც შევდივარ ხოლმე, იცით? აი ვინც გამოაცხო, იმასთანაც შევდივარ სამზარეში, მადლობას უხდი. თვითონ არ გამოდიან და მე შევდივარ. და აი ესე მე ყველას მადლობას უხდი, თუმცა იშვიათად ვიკვებები, თქვენ კარგად იცით, მე გარეთ სივრცეში დიდად არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან საჭიროც არის, ხო? ამიტომ ყველგან თავაზიანობა საჭირო, მე რო თავაზიანად მიმართე, მე რაღაცა და ისი დაფანჩქვალ და ის ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან საყვარელი ბიჭი, ლერი, ძალიან კაი ბიჭი იყო, მოვიკითხავ ლერისაც აქედან. ესეთი პატარა ბიჭები და გოგოები მუშაობენ, მაგრამ გაღიმება არ გაწყენდათ. ბავშვებო და უფრო მეტი ყურადღება, გაღიმება, ვიცი რომ დაღლილები ხართ, ვიცი რომ მძიმე სამუშაოა. სხვათაშორის ეს ბავშვები კიდე უკეთესები არიან და კიდე უფრო გულისხმიერები, ვიდრე უფრო მოსდილი თაობა. ისე რომ ეს მომსახურება, რასაც ქვია, ხო, ძალიან უჟმურები, ხო, ძალიან რაღაცა გასაგებია, რომ ძალიან მძიმეა სამუშაო, ხო? აბა ვისა გვაქვს იოლი სამუშაო? აი ხა ვისა გვაქვს? ასე წამოვგორდებოდი ახლა მხართ ეწოზე და წავიკითხავდი ჩემს საყვარელ წიგნს და აი ესე ხო რაღაცა აი ყველას რაღაცა ვალდებულება გვაქვს და ყველას რაღაცა ისა გვაქვს, ხო? რომ ასე ვთქვათ, через не могу, ну надо, მაგრამ უნდა გავიღიმოთ, უნდა ერთმანეთს პატივი ვცეთ, აბა.